არჩევნების შემდგომ სულ დღემდე სახელმწიფომ ადმინისტრაციული წესით 480-ზე მეტი, ხოლო სისხლის სამართლის წესით 53 პირი დააკავა, აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციებში. მათი ინფორმაციით 12 იანვარს პოლიციის მხრიდან უკანონო დაკავებები ხდებოდა როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. სულ დღის მანძილზე დააკავეს 16 ადამიანი, 7 ბათუმში და 9 თბილისში. მათგან გამოშვეს მხოლოდ ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე, რადგან მათ დეპუტატის სტატუსი აქვს, დანარჩენები გადაყვანილები არიან დროებით მოთავსების იზოლატორში. 11 იანვარს ბათუმში ადმინისტრაციული წესით 10-ზე მეტი პირი, ხოლო სისხლის სამართლის წესით 1 პირი დააკავეს, ხოლო თბილისში კი ადმინისტრაციული წესით დააკავეს 1 პირი. გასული ღამის მოვლენებს და იმას თუ რა ხდებოდა რესტორან ბაბილოსთან, ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ ის რაც ჩვენ ვნახეთ და ის თუ როგორ იქცეოდნენ მოსამართლეები, ეს არის სამწუხარო და ძალიან ტრაგიკული რამ. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ამ ადამიანებზე მათ შორის დგას ეს რეჟიმი, მაგრამ ის რაც მათ გუშინ გააკეთეს, ერთის მხრივ ჩვენ ხედავთ, რომ დილით ისინი აბსოლუტურად დაუსაბუთებლად აგზავნიან საპატიმროებში აქტივისტებს და დაკავებულ პირებს და შემდეგ უკვე საღამოს საქეიფოთ იკრიბებიან. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიუთითებს მათ მორალურ სახეზე. ჩვენ გვჯერა, რომ სასამართლო კორპუსში არიან ღირსეული მოსამართლეები და კიდევ ერთხელ ვთხოვთ მათ, რომ გაემიჯნონ ამ ყველაფერს, რაც ხდება დღეს სასამართლოს კორპუსში. ხომ ჩვენ კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ვამბობთ, რომ არიან კარგი მოსამართლეები სასამართლო სისტემაში, მაგრამ გუშინ რაც ჩვენ ვნახეთ, ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და აბსოლუტურად მიუღებელი. ესენი არ შეიძლება წარმოადგენდნენ, ეს ადამიანები არ შეიძლება წარმოადგენდნენ საქართველოს სასამართლოს დღეს. რაც შეეხება დაკავებებს ამ დღეების განმავლობაში, როგორც იცით, გუშინ დაკავებული იქნა რამდენიმე პირი, სულ 16 ადამიანი, აქედან ბათუმში 7 და თბილისში 9 ადამიანი. 11 იანვარს ბათუმში დაკავებული იქნა 10-ზე მეტი ადამიანი და თბილისში 1 პირი. სულ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, როგორც იცით, 480-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო ან ადმინისტრაციული საქმეები, ან სისხლის სამართლის დევნა. 43 პირის მიმართ, როგორც იცით, მიმდინარეობს სისხლის სამართლის წესით დევნა. ძალიან მოკლედ გეტყვით, რა ხდებოდა 10 და 11 იანვრის განმავლობაში. ჩვენ ვნახეთ, რომ მიმდინარეობდა სასამართლოს პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჯამში 19 ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის გადასინჯვის პროცესი ჩატარდა. 10 იანვარს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ განიხილა ანდრო ჭიჭინაძის, ჯანო არჩანიას, გურამ მირცხულავას, ონისე ცხადაძის, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, სერგეი კუფაჩუკის, გიორგი ტერაშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევას კიკნაძის, ვალერი თეთრაშვილის საქმეები. 11 იანვარს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განიხილა ვეფხია კასრაძის, ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გიორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოს ჯავახიშვილის საქმეები. ამ ორივე საქმეში გამოიკვეთა კონკრეტული დარღვევები და ორივე საქმეში ფიგურირებდნენ ერთი და იგივე პროკურორები. ესენი არიან გიორგი მუკბანიანი და ვაჟა თოდუა. გეტყვით ძალიან მოკლედ, რა დარღვევები დავაფიქსირეთ ამ პროცესების დროს. იცით, რომ ჩვენი ორგანიზაციები აკვირდებიან ამ პროცესებს. პირველ რიგში პროკურორებს დაუსაბუთებელი პოზიციები ჰქონდათ. ვერც ერთმა პროკურორმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებების სახით პატიმრობას დაასაბუთებდა. მათი მტკიცებულებები და მათი პოზიციები იყო ძალიან შაბლონური. მოსამართლეები წინასწარ აფიქსირებდნენ პოზიციას ამ საქმეებთან დაკავშირებით და ფაქტიურად ჩვენ ყველამ წინასწარ ვიცოდით, რა გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ ისინი. საჯაროობის პრინციპების დარღვევას ჰქონდა ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეებმა იცოდნენ, რომ ამდენი პირის საქმე განიხილებოდა და ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესი იქნებოდა, მათ მაინც ჩანიშნეს საქმეები და ამ საქმის განხილვები მცირე დარბაზებში. ერთ შემთხვევაში დარბაზის შეცვლა მოხდა
მაგრამ მეორე შემთხვევაში უკვე 11 იანვარს დარბაზის ცვლილება ვერ მოხერხდა. დაცვის უფლების შეზღუდვა. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის მიერ ჩატარებულ პროცესზე სხვადასხვა პროცედურების დარღვევებს ასევე დაემატა დაცვის უფლების შეზღუდვა. დარბაზის ცვლილებაზე მოსამართლის უარმა გამოიწვია ის, რომ სიმჭიდროვის გამო ადვოკატებსა და ბრალდებულებს შორის სათანადო კომუნიკაცია ვერ ხერხდებოდა. ერთ-ერთი ბრალდებული 19 წლის ირაკლი მიმინოშვილი უჟანგბადობის გამო ცუდად გახდა და პროცესზე სასწრაფოს გამოძახებაც გახდა საჭირო. ამის შემდეგ პროტესტის ნიშნად დაცვის მხარემ დატოვა დარბაზი და სახაზინო ადვოკატს არ მიეცა საშუალება კომუნიკაცია ქონოდათ დაკავებულებთან და მათი პოზიციები გაერკვიათ. ყველაფერი ეს არის დარღვევა და კიდევ ერთხელ ამ დარღვევების შესახებ რა თქმა უნდა მოსამართლეებმა იცოდნენ, მაგრამ მათ შესაბამისი რეაგირება არ ჰქონდათ. ჯაშუში პოლიტიკოსები ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მტკიცებულებებს აგროვებს და გენერალურ პროკურატურას უახლოეს დღეებში მიმართავს. საზოგადოებრივ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია სამართლებრივი შეფასება მიეცეს ქვეყანაში დღემდე მოქმედი ჯაშუშური ქსელის საქმიანობას, რომელიც 4 პარტიას აერთიანებს. მტკიცებულებებს საკუთარი ესე ვთქვათ ავტორები ყავს, ხო, ჩამდენი, დანაშაულის ჩამდენი პირები, რომლებიც წლების განმავლობაში ღიად მტრობენ საქართველოს ინტერესებს. იქნება ეს იმ წერილებით, იმ საქმიანობით, გახსოვთ ჯერ დერეფნებში დარბოდნენ ევროკავშირის სტრუქტურების დერეფნებში და ეხვეწებოდნენ მათ, რომ საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაცია არ მიენიჭებინათ. იყო ეტაპი, როცა ითხოვდნენ სტატუსის შეჩერებას, სტატუსი არ მოეცათ, ზოგი რუსეთიდან ფინანსდება რუბლებით, ზოგი ამერიკიდან, ალყევენ ჩვენს ქვეყანას, ძირს უთხრიან რევოლუციურ სცენარებს აპირებენ. ერთი მიზნიდან გამომდინარე, რომ მოვიდნენ რამენაირად ხელისუფლებაში და საკუთარ დამკვეთებს, ანუ აგენტს ყავს პატრონი და საკუთარ პატრონებს შეუძლონ დავალება და ჩვენი ქვეყანა ჩართონ დამანგრეველ დამოუკიდებლ ომში. ახეთ რომ ხელისუფლება აპირებს საგამოძიებო კომისიის შექმნას 2013-12 წლებში ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არასაკმარისად მიგვაჩნია და ვამბობთ, რომ აუცილებელია 2012 წლის შემდეგ უკვე ოპოზიციიდან, რასაც ჩადიან ეს ადამიანები, პოლიტიკური ჯგუფები, 4 პარტიად დაშლილი აგენტურული ქსელი, იქნას გამოძიებული. ორი მიმართულება აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ. ერთი ის, რომ რა თქმა უნდა, იმ რეჟიმის გასამართლების შემდგომ ბუნებრივად ინდივიდუალური პასუხისმგებლობები დადგება, მაგრამ ნომერი პირველი მიზანი ამ კომისიისაც არის, რომ დადგინდეს ნაცმოძრაობის როგორც დამნაშავე რეჟიმის სტატუსის მინიჭების საკითხი. იმიტომ რომ ვიმეორებ, აქ უამრავი მტკიცებულებები არსებობს. ამის შემდგომ ბუნებრივია, რომ უნდა გაუქმდეს ეს დამნაშავე ორგანიზაცია, როგორც მოხდა ეს ნიურნბერგის პროცესის დროს და ამას რა თქმა უნდა თავისთავად თუ იქნება შესაბამისი მტკიცებულებები და მე დარწმუნებული ვარ, რომ სავარაუდოდ იქნება და გამოჩნდება, მე ინდივიდუალური პასუხისმგებლობებიც აუცილებლად დადგება. უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი გულებამ აღიარა, რომ უკრაინის დასაცავად ომში საკუთარი შვილი არ გაუშვა. გულებაშვილი ავსტრალიაში ცხოვრობს. გულებას აღიარებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ძლივს გადავაფიქრებინეთ ჩემ შვილს ომში მოხალისედ წასვლა, თქვა უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო გულებამ. 2022 წლის თებერვალში ომის დაწყებისთანავე მინისტრი გულება საქართველოს ხელისუფლებისგან უკრაინაში ქართველი მოხალისეების ოფიციალურად გაგზავნას ითხოვდა, რაც საქართველოს ომში ჩართვის ტოლფასი იყო. შეგახსენებთ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, ვისაც უკრაინის ხელისუფლებამ მებრძოლების გაგზავნა მოსთხოვა. როდესაც ამაზე უარი მიიღო, საპასუხოდ გულებამ უკრაინის ელჩი გაიწვია. აქაურმა ოპოზიციამ და NGO-ებმა კი რუსთაველზე საპროტესტო აქციები დაიწყეს, რომლის მოთხოვნა რუსეთის სანქცირებასთან ერთად ხელისუფლების ორგანიზებით ქართველების ომში გაგზავნა იყო. იმ აქციებისას მაშინდელი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ წარმოთქმული ფრაზა კი ბომბებით გამოწვეული წვამირჩევნია, მთავრობის უარით განცდილ სირცხვილს ისტორიას დარჩა. ახლა კი უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი უკრაინის კანონის მუხლებში ცდილობს მოძებნოს გამართლება, თუ რატომ არ უნდა წავიდეს მისი 18 წლის შვილი ომში უკრაინის დასაცავად. საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სარგებელზე უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა დანილოვმა ომის დაწყებიდან
მისთან რამდენიმე დღეშივე ისაუბრა, როდესაც თქვა, რომ საქართველოს მისი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებით რომ იყოს დაკავებული, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა, რადგან რუსეთს საქმე გამოუჩნდებოდა გარდა იმისა, რომ უკრაინული ქალაქები და სოფლები გაენადგურებინა და უკრაინელი ბავშვები და ქალები დაეხოცა. მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნით საქართველოზე ზეწოლა უკრაინის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო, თუმცა როგორც ჩანს, ზოგიერთ კანონები მხოლოდ მაშინ ახსენდება, როდესაც საქმე არა სხვა ხალხს, არამედ საკუთარ შვილს ეხება. ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრების მორიგი გამოვლინება ამჯერად კამპანიას საკვებში ჩაფურთხებას უკავშირდება. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით საზოგადოება ყველაზე არაქართული პროტესტის მომსვლია და რადიკალების სამარცხვინო ქცევის იმედად არიან. ერთ-ერთი თანამშრომელი ჩემი მეგობრის შვილია, სასწაულებს უკეთებენ. შარდში დასველებულ ხალხს კურს უსმევენ და ისე მიაქვთო. თქვენ სულში ჩაუფურთხეთ საქართველოს მომავალს და გამყიდველ მონამოსამართლებს საჭმელში რომ ჩაუფურთხოს ამ ახალგაზრდობამ ეს გიკვირთ, არც მიკვირს და ვუწონებ კიდევაც. მიმტანად მომუშავე ადამიანების უმრავლესობისთვის სამსახურის დაკარგვა მართლა უმძიმესი ტვირთია, მაგრამ ის მაინც ხომ შეგიძლიათ, რომ ჩუმად ყველა კერძში ჩააფურთხოთ. როდესაც პირობითად ყვების ობიექტებში ნახავენ ადამიანს, ქართული ოცნების წარმომადგენელი იქნება თუ სხვა, ვინც იღებს მონაწილეობას ამ ქვეყნის ღალატში, მე უფრო მარტივი გამოსავალი მაქვს, რომ ზოგადად არ მოემსახურონ. უარი უთხრან მომსახურებაზე, უთხრან რომ დატოვონ ობიექტი. ისე რომ ვიცოდეთ, საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგს უკან საქციელი ლიეტუვური სტილია და ყოველთვის ყველაზე სამარცხვინო ქცევად ითვლებოდა. ფაქტია, რომ ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ, რომელიც ლიეტუვიდან გადმოღებული ამ სამარცხვინო ქცევის იმედადაა. ეს არის სრულიად მიუღებელი, ასეთი რამე არასდროს უკადრია არავის საქართველოში და ძალიან სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი მოხრეები ასეთ ბინძურ მეთოდებზეც კი გადავიდნენ. ბუნებრივი ასეთი განცხადებები შეურაცხყოფელია ქართული პოლიტიკისთვის, ნებისმიერი ქართველისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი რესტოვნები თუ სასტუმროები თუ დაწესებულებები მიიღებენ შესაბამის ზომებს, ისევე როგორც ასეთი სიძულვილი უნდა იყოს დაგმობილი ყველასკენ. როდესაც საუბარი იქნება უცხოელ პარტნიორებთან, აი იქ უნდა კითხვა დაუსვათ ჩვენ უცხოელ პარტნიორებს, რომ როგორ აფასებენ ისინი მათ მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო სექტორის და ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსების საქციელს, როდესაც ისინი ამბობენ, რომ მაგალითად მიმტანებს მოუწოდებენ, რომ ჩააფურთხონ საჭმელში და ისე მიუტანონ მაგალითად კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს. აი ეს გამოხატვის თავისუფლება თუ არის, მე დიდი სიამოვნებით მოვისმენდი მაგალითად გერმანიაში, საფრანგეთში, ამერიკაში მიმტანები, რომელ ულუფაში აფურთხებენ რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან და მერე გამოდიან და ამბობენ, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლება. მაურიდო დაპირისპირება იყო თბილისში რესტორან ბაბილოსთან მოსამართლეებს ტერიტორიის დასატოვებლად სამართლებრივი დახმარება დასჭირდათ. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციელებმა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა რესტორანთან შეკრებილი აქციის მონაწილეები პერიმეტრიდან გარკვეული მანძილით გადასცეს და ერთგვარი კორიდორი შექმნეს, რის შემდეგაც მოსამართლეებმა რესტორანი დატოვეს. ადგილზე იყო წყლის ჭავრის მანქანაც. გავრცელებული ინფორმაციით მოსამართლეები კორპორატიული წვეულებისთვის იყვნენ შეკრებილი. მოსამართლეებს რესტორანში ყოფნა აქციის მონაწილეების შეძახილის ფონზე და კვერცხების როლის პარალელურად მოუწიათ. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, იყო ასეთი შეძახილები ადგილზე რამდენჯერმე დაიწყება ვითარება და სამართალდამცველებმაც გაპირი ადმინისტრაციული წესი დააკავეს. აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. რუსიძე, რომელიც იყო გირგულიანის მოსამართლე, არის დღეს ქოცების ამ რეჟიმის სახე და ამას იცავენ. ადამიანი გაათრიეს არაფრის გამო საერთოდ და ხელი კრეს ყველას დაერიეს საერთოდ. აი ეს ხდება დღეს, აი ამ წუთას. პოლიცია იცავს ღრეობას. რუსიძეს და სასამართლოს კლანის, აი ეს ხდება. ქაბატონი დააკავეს, ბევრნი რომ მივარდნენ და ეს რაღაც ჭიდაობა და ჯიკავი რო იყო. ცუდად გახდა და კურტკაც სახეზე აეფარა და ვუყვიროდი რომ ცუდად არის თქო და მაინც არ მოეშვენ, უფრო და უფრო გვეჯიკავებოდნენ, უკან გვწევდნენ და ესე წაიყვანეს, ცუდად გამხდა. რეჟიმი ყველგან მიიღებს პროტესტს. განსაკუთრებით რეჟიმის მთავარი დასახდენი ბურჯი, კორუმპირებული მოსამართლეთა კლანი, რომლებმაც ნაწამები ადამიანების საქმეები არც კი განიხეს, არც კი კითხეს 51 ადამიანს უმრავლესობას
სახის ძვლები და ცხვირები რო ქონდათ ჩამსხვრეული, ისე იყვნენ უმოწყალოდ ნაწამები. და ამის შემდეგ აი ბედავენ იმასაც ბედავენ, მაგრამ დავალებით აკეთებენ. რომ მოვიდნენ და თითქოს მოაწყონ ეს ღრეობა, ამით დაუმტკიცონ ერთგუნება რეჟიმს. შეკრებილი არიან მოსამართლეები, ის მოსამართლეები, რომელმაც უდანაშაულოდ დაიჭირა ჩვენი მოქალაქეები და არ გაათავისუფლა და წვეთყად ფაქტობრივად აყვანილი, მას იცავს აგერ ჩვენი პოლიცია, ძალიან სახელოვანი ბიჭები, ესიც და ისიც ორივე არიან რუსეთის რეჟიმის მცველები, რომელი რეჟიმი ძალიან მალე დასრულდება. რესტორან ბაბილოსთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციამ დაადგინა ერთგვარი სტანდარტი, რომ თუ მდგახარ შენი სამშობლოს სადარაჯოზე, იმსახურები მას და ხარ საჯარო მოხელე საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებზე, არ უნდა გქონდეს არც დასვენების, არც გართობის, არც რაიმეს აღნიშვნის საშუალება. ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ ესეთი დღეები გააფუჭონ და ასევე ეხლა ახალი ტრენდი არის, რომ ცდილობენ იძალადონ ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მათ მხარეს არის და მათ ნარატივს არ იზიარებს. საქართველოს თავისი თვითყოფადობით გადაერჩინა, მოიტანა დღემდე თავი. როცა ხედავ, რომ ამას უპირისპირდება კონკრეტული გეგმა და ამ გეგმის გარშემო არიან ადამიანების შეკრებები, თავსესხმიან კიდე მოსამართლეს, პოლიციას, ნებისმიერს, სახელმწიფოს წარმომადგენელს პროვოცირებას აკეთებენ ისეთი დაპირისპირებების, რამაც შეიძლება მსხვერპლი მოიტანოს. გასაკვირველი აქ აუცილებელია შესაბამისი კანონით მოქმედება. დაახლოებით 3 კვირაში პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დარეგისტრირდება. კომისია ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს შეისწავლის. საშემოდგომო სესიაზე დადგენილების მიიღებენ, რის შემდეგაც პროცესი პროკურატურაში გადაინაცვლებს. პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს იმას, რას ჩავდიოდნენ, ხალხმა უნდა გაიგოს ამასთანავე, ვინც არ იცის, რამდენი სისხლია დაღურული და რა ჭრილობებს დღემდე ვცდილობთ, რომ რომელი ჭრილობები მოვაშუშოთ და შევახორცოთ. როდესაც კონკრეტული დანაშაულებებისთვის ადამიანები დაისარჯენ წინა რეჟიმის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ საზოგადოება განთავისუფლდებოდა აი ამ წნეხისაგან. დღეს მივედით იქამდე, რომ კიდევ დღესაც აემდენი რესურსით ცდილობენ ქვეყანა შეიყვანონ ისეთ სტადიაში, როდესაც გრევას არ ექნება უკუქცევის პერსპექტივა. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი საარჩევნო დაპირებების შესრულებას, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო სწორედ ნაციონალური მოძრაობის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ნაციონალური მოძრაობის სისხლიანი რეჟიმის, რომელიც 2012 წლამდე მართავდა ამ ქვეყანას. თქვენ იცით, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ნაციონალური მოძრაობის დადგა ჯერ კიდევ 2012 წლის 1 ოქტომბერს, თუმცა არ დამდგარა ნაციონალური მოძრაობის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. რა თქმა უნდა, კომისიის დასკვნის შემდგომ უკვე იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რა მასალები წავა პროკურატურაში, თუ გამოიკვეთა კონკრეტული პირების და მათ შორის თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა. ბათუმში მიმდინარე აქციაზე დაკავებულების ნაწილი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. დაკავებულებს შორის არის ონლაინ გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბათუმის მთავარ სამმართველოსთან განვითარებული მოვლენების გაპროტესტება მოქალაქეთა ნაწილმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან გუშინ დღის პირველი ნახევრიდან დაიწყო. აქციის მონაწილეებმა გვიანღამით სოლიდარობის ნიშნად აჭარის მთავრობის სახლიდან მსვლელობით წინასწარი დაკავების იზოლატორთან გადაინაცვლეს, სადაც დაკავებულები იმყოფებიან. აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი კირთაძე გვიანღამით ხელწერილი საფუძველზე გაათავისუფლეს. კოალიცია ცვლილებებისთვის ინფორმაციით ხელწერილი საფუძველზე გაათავისუფლეს ელენე ხოშტარიაც. ჩვენ საბოლოოდ მივაღწევთ იმ თავარ ორ მოთხოვნას, იმ ორი მოთხოვნის შესრულებას, რაც ჩვენ გვაქვს. ეს არის ახალი სამართლიანი არჩევნები და პოლიტიკური პარტიების გათავისუფლება. სხვა ჩვენს არაფერს არ ვითხოვ და სხვა არაფერი არ გვაქვს სალაპარაკო. იქნება რეპრესიები, უფრო მეტი ძალით მიიღებენ და უფრო მეტი ენერგიით მიიღებენ უფრო მეტ გამოსულ მოქალაქეს. თავარი არის, რომ სოლიდარობა კიდევ ერთხელ ყველა დაკავებას. ბათუმში პოლიციას
ეგრეთ წოდებულ სამწუხაროდ მიწევს ასე რომ შევაფასო ეს ადამიანები უმთხოვნეს ნერვებმა და ადამიანები გადავიდნენ პირდაპირ სადამსჯელო ოპერაციაზე არაფრის გამო სტიკერის დაწებებას რომელიც ერთი გაწვევების შემდეგ საერთოდ აღარ იქნებოდა იქ და ამაში ხედავენ პრობლემას მაშინ როდესაც ქვეყანას კურსი ეცვლება და მაშინ როდესაც ირღვევა ქვეყნის კონსტიტუცია იმ ადამიანების ხელით რომლებიც უნდა იცავდნენ ამ ქვეყნის კონსტიტუციას ცდილობა იმისი რომ ივანიშვილმა ამ დაჭერებით ჯარიმებით რა ვიცი ცემატყებით შეაშინოს ხალხი და სახლებში დატოვოს განწირულია მარცხისთვის არ შეიძლება ქართველი ადამიანი შეაშინო და მას თავისუფლებაზე ათქვევინო ვარ ეგ რო ესე ყოფილიყო დღემდე ვერ მოვიდოდა ამიტომ რაც უფრო სწრაფად ძალიან ბევრი ადამიანი ორგანიზებულად ვიქნებით საპროტესტო აქციებზე ბევრად უფრო მალე რა თქმა უნდა ჩამოიშლება ოლიგარქიული რეჟიმი გუშინ რესტორან ბაბილონთან დაკავებულთა ნაწილი დიღმის იზოლატორში, ხოლო ნაწილი ზაჰესის დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ადვოკატებმა ისინი უკვე მოინახულეს. დაკავებულების ნაწილი დაკავების მომენტში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს. მათი ხელების და სახის არეში დაზიანებები აღენიშნებათ. პოლიციის მხრიდან მიყენებულ დაზიანებებზე საუბრობს ერთ-ერთი დაკავებული მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე. მისი თქმით, ის იმ დროს დააკავეს, როდესაც ცდილობდა დაეცვა ქალი, რომელსაც პოლიცია აკავებდა. ქალი გონებას კარგავდა. ჩაჩანიძემ კი მისი დახმარება სცადა. გიორგი არის მსახიობი, ის დააკავეს გუშინ ბაბილონსთან, სადაც მოსამართლეებმა ღრეობა მოაწყვეს. დაზიანებები მიაყენეს დაკავების დროს თმაზე, ასე ვთქვათ, ხელებზე და ყელის მიდამოებში, როგორც ადვოკატმა თქვა, ამ ადგილებზე აქვს ძირითადი დაზიანებები. ძალიან ბევრი ადამიანი დააკავეს არამხოლოდ ჩემი ძმა, არამედ ბევრი პატრიოტი ადამიანი დღეს რუსული რეჟიმის ტყვეობაშია. ამ ეტაპისთვის ვიცავ 4 ადამიანს, ერთ-ერთი უკვე მოვინახულე, რომელიც ამბობს, რომ ის დააკავეს უკანონო და კადრებში ყველა ვნახა ხო, რომ ეს ადამიანები იდნენ თავისთვის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და პოლიციელები მივიდნენ, მაგალითად ერთ-ერთი დაკავებული ამბობს, რომ თვითონ გოგა მემანიშვილმა დააკავა ძალადობრივი მეთოდებით, კისერზე მოუჭირა ხელი და ესე წაათრია მან თანაში და ჩასვა და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ ყველაზე ცინიკური რა არის, იცით, რომ აი ეს თავისუფალი ადამიანები ზონდერმა პოლიციელებმა ხო დააკავეს და ეხლა სწორედ იმ მოსამართლეებმა უნდა გაასამართლონ, ვის აქციასაც ეს ადამიანები აპროტესტებდნენ. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების თემაა კონგრესმენ ჯონ უილსონისა და სტივ კოენის კიდევ ერთი ინიციატივა სახელწოდებით ქართული კოშმარის არაღიარების აქტი. აღნიშნული დოკუმენტი იკრძალავს აღიარებას ან ურთიერთობების ნორმალიზებას საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც მართავს ბიძინა ივანიშვილი, ან ნებისმიერი მარიონეტი ქართული ხალხის წინააღმდეგ მიმდინარე დანაშაულების გამო. ოპოზიციური სპექტრის შეფასებით ამერიკა ქართველი ხალხის მეგობარია, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ დოკუმენტით. მართლ გუნდში კი განმარტავენ, რომ მსგავს დოკუმენტებს ქართულ საზოგადოებაზე გავლენა არ აქვს და ისინი ურთიერთობების გადატვირთვას ელოდებიან. ვფიქრობ, ამ აქტის სათავე ძალიან კარგად აჯამებს იმ შინაარსს, რაც გააჩნია მათ შორის ამ აქტს. ერთ დროს ქართულოცებად სოფელ პოლიტიკურ ძალას დღეს ყველა უწოდებს ქართულ კოშმარს, ძალიან სწორად და სამართლიანად ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც მიიტაცა ხელისუფლება, რომელსაც ომი გამოუცხადა საკუთარ ერს და რომელსაც გადაწყვიტა, რომ ამ ერის გეოპოლიტიკური განაცხადი გაუქმოს. შესაბამისად, ის არ იქნება აღიარებული არც ერთი ცივილიზებული დემოკრატიული სახელმწიფოს მიერ და პირიქით, მას ელის სულ უფრო მეტი სანქცია და სულ უფრო არის და განგრძობითი არაღიარების პოლიტიკა. ტერმინებზე შეიძლება ვიდავოთ, ეს შეიძლება იყოს გემოვნების ნაწილი, მაგრამ აქ ეს მთავარი არ არის. მთავარი არის ის, რომ შეიძლება მართლაც კოშმარი იყოს ის, რაც ხდება დღეს საქართველოში. საქართველოს იზოლაციაში მოქცევა ამ 30-ზე მეტი წელია, რაზეც ისთვისაც ვიბრძვით, რომ საქართველო გახდეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, ამის ერთ დღეში ყველაფერზე უარის თქმა და ამის გამართლება რაღაც აბსურდული პროპაგანდით, ბუნებრივია ეს არის მართლაც კოშმარი. და სტრატეგიულ პარტნიორებთან მე ვერ ხვდები რა პრეტენზია აქვს ოცნებას. მან პირველ რიგში დაარღვია ამ პარტნიორობის, ასე ვთქვათ, წესები. კოშმარი პირველ რიგში ალბათ მსოფლიო პოლიტიკაში მსგავსი ტიპის ადამიანების არსებობაა.
კოშმარი და ის ინიციატივები, ის არის კოშმარი, რაც მათი მხრიდან არის დაინიცირებული ნებისმიერ ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაძაბვის, გაფუჭების თუ არეულობის მოხდენის შესაბამისად, მსგავსი ტიპის ქმედებებს არანაირი გავლენა არ ექნება ქართულ საზოგადოებაში, ვინაიდან ქართული საზოგადოების უმეტესობამ აირჩია მშვიდობა, აირჩია ურთიერთობების გადატვირთვა, რასაც როგორც საქართველოს ხელისუფლება, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მხრიდან განცხადება, რომ deep state და ჩრდილოვანი გავლენები უნდა დასრულდეს, შედეგად გვექნება ურთიერთობების გაჯანსაღება. პოლიტიკურ სპექტრში ასევე განხილული საგანია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადება. მმართველი პარტიის პოზიციით დასავლეთის მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზანი საქართველოს ომში ჩართვა. განცხადების მიხედვით ქართულ ოცნებას დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვა გლობალური ომის პარტიისა და deep state-ის გავლენების შემცირებით ესახება. ხელისუფლების ოპონენტების აზრით კი მმართველი გუნდის პროპაგანდისტული გზავნილების გაძლიერებით, მათ შორის ომის შეშის დანერგვით საზოგადოების განწყობებზე მანიპულირებას ცდილობს. ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ სანქციები და შეზღუდვები გაფართოება და საერთაშორისო რეაგირება კიდევ უფრო ხისტი იქნება. ქართული ოცნება ჩამოყალიბდა გლობალური ბოდვების პარტია. შეფერდა აქვს ტოტალური პარანოია, ისინი ყველა პროგნოზში შეცდნენ, რაში შეიძლება შემოსტარიყო ვინმე, ისინი შეცდნენ, როდესაც თვითონ საქართველოს ხალხი არ გააპროტესტებდა ხანგრძლივი დროით. ისინი შეცდნენ, როდესაც ამბობდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ დაასანქციებდა ივანიშვილს, სხვა პოლიტიკოსებს ჩვენ ნახეთ ეს ასე არ მოხდა. Deep State მოგონილი არ არის. Deep State არის ის, რაც საქართველოში ჭირს დღეს ივანიშვილის აი ჯამური კოლექტიური ქართულების სიმსივნის პაციენტის სახელად ქართული ოცნება, ამ პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. სამწუხაროდ არ ვიცი სხვა რა შეფასება შეიძლება გავაკეთო აი ამ deep state-ის, რაღაც ამდენჯერმე ხსენებაზე თუ არ ვცდები 25-ჯერ deep state-ი, 10-ჯერ გლობალური ომის პარტია. ну ბუნებრივია რომ ეს არის იმ პროპაგანდის ნაწილი და ფსიქოლოგიური ომის, ჰიბრიდული ომის ნაწილი, რასაც ოცნება უკვე დიდი ხანია ახორციელებს და როგორც ჩანს ეს არის მისი უკანასკნელი და ერთადერთი იმედი რომ როგორმე საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე აი ამ ფსიქოლოგიური ინფორმაციული ძალადობით მოახდინოს გარკვეული ტიპის გავლენა, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ ექნება. ჩვენ არაერთხელ განუცხადებია გლობალური ომის პარტიასთან დაკავშირებით იგივე deep state-ი, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტი ეიზენჰაუერის დროიდან მოიხსენიებდნენ, შემდეგ ბატონი კენედი პრეზიდენტი და დღეს უკვე ძალიან აქტიურად საუბრობს ბატონი დონალდ ტრამპი იმასთან დაკავშირებით, თუ რამხელა გავლენა აქვს deep state ზოგადად ამერიკის ბიუროკრატიაზე, ევროკავშირის ბიუროკრატიაზე და იგი ღია ბრძოლას უცხადებს ამ გავლენებს და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მინიმუმ შეამცირებს იგი თავის ადმინისტრაციის პირობებში მაგ გავლენას. თუ ევროკავშირის გათავისუფლდება მომდევნო წლების განმავლობაში ეს იქნება რა თქმა უნდა იდეალური, არა მხოლოდ ჩვენთვის თვითონ ევროკავშირის უკვე ამჟამინდელი წევრი ქვეყნებისთვისაც, ვინაიდან რა თქმა უნდა ყველა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს თავისი სუვერენიტეტის დამტკიცება.